ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა გადაწყვეტეს ოტავის კონვენციიდან გასვლა. როგორც ცნობილია, საერთაშორისო შეთანხმება კრძალავს ქვეით საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას. მეზობელმა ქვეყნებმა გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო მიიღეს. ქვეით საწინააღმდეგო ნაღმი ფეთქდება ადამიანის მიახლოების ან უშუალოდ შეხების შედეგად. 1997 წლის შეთანხმებას 160-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი. ჩვენ არც პირველი და არც ბოლო ქვეყანა ვიქნებით, რომელიც კონვენციიდან გამოდის. ამიტომ დღეს 4 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების ინიციატივით ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გავიდეს ოტავის კონვენციიდან. საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალი კვირის მთავრობის სხდომისთვის მოამზადებს კანონპროექტს. როდესაც მთელი რეგიონი ყველა თავდაცვის მინისტრი ერთდროულად ავრცელებს ერთიან გზავნილს, იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ჩვენი საზღვრების დაცვის საკითხს. ფინეთი შესაძლოა შემდეგი ქვეყანა გახდეს, რომელიც შეთანხმებას დატოვებს.